კენან, რა მოხდა? ცუდი ამბებია? არ ვიცი, მე უცბად დამიძახეს, არაფერი არ ვიცი. შენ გითხრეს რამე? არა. ექიმა დაგირაკა, ელაპარაკე? არა. ექიმი მოდის. რა სჭირს ექიმო? კარგად არის? რა მოხდა თქვი? ბატონო ექიმო, იტყვით რამეს? თქვით, ბატონო ექიმო. ბატონებო, პირველ რიგში გილოცავთ. პაციენტი კომიდან გამოვიდა. დიდება უფალს. ამდენი ხნის მერე თვალები გაახილა, ცხოვრებას დაუბრუნდა. ჩემი და იცოცხლებს. არა, ვერ ვიტყვით მთლიანად რომ გამოჯამრთელდა, მკურნალობა მიმდინარეობს. მაგრამ იმის თქმა შემიძლია რომ კრიტიკული წერტილი გადალახა. დიდება უფალს. მისი ნახვა შეიძლება შევიდე. ჯერ ძმები დგანან აქ მოიცადე მეთევზე. მისმინე. ირმაკის ჯანმრთელობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მან საერთოდ არაფერზე არ უნდა ინერვიულოს. პატარა წყენამ შეიძლება მდგომარეობა გაართულოს. შესაძლებელია რამე გართულება იყოს. არ ინერვიულოთ ექიმო, ფრთხილად ვიქნებით. ახლა კი რიგრიგობით დატვირთვის გარეშე შეგიძლიათ ინახულოთ. ბატონო კენან, ჯერ თქვენი ნახვა უნდა. ურალ. ირმაკის გამოხთ, ხო? მალე შეგატყობინეთ. კარგით ექიმო. ჯანმრთელობას გისურვებთ. მამიკო, წამოდი მაგიდასთან გელოდებით. მოვდივარ შვილო, მაგრამ ლეპტოპს რაღაც ჭირს, ჩიპი ვერ გახსნა. რა სჭირს? არ ვიცი, ამ ახალ თაობის ლეპტოპებს ვერაფერი გაუგე, გახსნაც კი ვერ შეძლები. ახლა გავაკეთებ. კენან. საყვარელო. კარგად ხარ? ახლა უკეთესად ვარ. ვიცოდი რომ გამოჯამრთელდებოდი. შენმა სიყვარულმა დამიბრუნა სიცოცხლე, კენან. ამიერიდან ძალიან ბედნიერები ვიქნებით. მართლა? რა თქმა უნდა. მით უმეტეს ყველაზე ბედნიერი წყული ვიქნებით. თავარია შენ გამოჯამრთელდე. ჩემს გვერდით თუ იქნები, კარგად გავხდები. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. არ ინერვიულო. ამიერიდან წინ მშვენიერი დღეები გველოდება. ჩემი ძმები კარგად არიან? ხომ ყველა კარგად არის? სვებზე ნუ ფიქრობ, შენს თავზე იფიქრე. ყველანი შენს გვერდით ვართ. ისინიც მალე მოვლენ. ხომ არავინ კამათობს? არა, არ ინერვიულო. ამიერიდან არც იქნება. როგორც გითხარი, შენს გვერდით ვართ. რა მოხდა შვილო? მამიკო, ამას ნუ გამოიყენებ. რატომ? როგორც ჩანს გაბუჭებულია, რადგან შენც ვერ გახსენი. რას ამბობ? მით უმეტეს ლეპტოპს ნუ შეუერთებ იმას, რაც არ იცი. დავირუსდება და შენი ლეპტოპიც გაბუჭდება. ვის უნდა დაემალა აქ ვირუსიანი ჩიპი? დამალვა? არა, რა საჭიროა მისი დამალვა? შვილო, შეიძლება ტექნიკაში არ ვერკვევი, მაგრამ რაღაცას როცა დებენ ან მალავენ, ამის გარჩევა შემიძლია. იმაში იდო? ო, აი ამაში. მამიკო, ეს ჩემი ქორწილის ჩანაწერია.
გადაგდება მინდოდა, მაგრამ აქ შევინახე. ქურძილის? გეგონება რაღაც მნიშვნელოვანი იყოს ისიც დაუმალე. გადავაგდებ, ნახვაც არ მინდა. სუფრა გაშლილია, შენ გელოდებით. კარგი, წამოდი. ირმაკს პალატაში გადავეყვანთ. მის მდგომარეობას გადავხედავთ და სახლში გავწერთ. სწორედ ამის გაგება მინდოდა ექიმო. ექიმო, რაღაც მომენტები მაწუხებს. ისმენთ. რამოდენიმე ხანია სასტუმროში ვცხოვრობ. ირმაკიც სანამ სახლში არ გადაიყვანენ, სისულელეს ნუ ამბობ მეთევზე. ირმაკის სახლში დაბრუნდება. შენთან ერთად სასტუმროებში არ იხეტიალებს. შენ არ გეკითხები, ექიმს ველაპარაკები. შენ გაჩუმდი საერთოდ. კარგი, ისევ ნუ იწყებთ. მეთევზე, სისულელეს ამბობ. ჩემი და ახლახანს დაბრუნდა სხვა სამყაროდან და შენ გინდა რომ შენთან ერთად სასტუმროში იხეტიალოს? მე ბოლო ვარ, ვინც მაგას დატანჯავს. თავს ნუ დაიღლეთ. გეყოფათ. ბატონებო, ნუ კამათობთ, გთხოვთ. ქალბატონი ირმაკი შორს უნდა იყოს ყველა სტრესისგან და თუ შესაძლებელია მის გვერდით ეგთანი უნდა იყოს. ხედავ, მართალი ვიყავი. კარგი. როგორც იტყვით, ისე იქნება, ექიმო. ირმაკის გამო ყველაფერს ვიზამ. ირმაკს შენთან დარჩენის უფლებას მანამდე მივცემ, სანამ სახლი მზად არ იქნება. შენ ვინ ხარ უფლებებს რომ აძლევ ვინმეს მეთევზე? მე როგორც მისი ძმა ისე მიმყავს სახლში. კარგი, თუ ყველა შეთანხმდით, პრობლემა არ არის. ირმაკი ჩვენთან წამოვა. ქენან, შენ კი მანამდე სახლი იპოვე. რა თქმა უნდა. რატომ აგვიანებენ? მართლაც რატომ დაგაგვიანდათ? საუზმე მზად არის, ჩვენ კი გელოდებით. ზემოთ ჩიპი თუ რაც არის. მამამ ლეპტოპს ვერ გაუგო და დავეხმარე. რატომ? თუ ყველა მზად არის, მოგართმევთ. გამოცხადება რა საჭიროა, დაიწყე და მორჩა. კრეფონები გელოდებათ. დილიდან რითმში ჩაგძირე. ლიტერატურაში კარგი ნიშანი მყავდა. სკოლაშიც სწავლობდი? ცხოვრების სკოლა მაქვს დეიდა. მაგრამ ძალიან სპონტანური ვარ. იქიდან მაქვს რითმები. ჯანმრთელობა შენს ხელებში ლო, ძალიან გემრიელია. მეც მომეწონა. მელეკ, გული არ წაგივიდეს მისი საჭმლისგან. მაგრამ ძალიან გემრიელია. გემრიელად მიირთვით. კომპანიამ მანქანა მისცა? ჯერ კიდევ გუშინ გაჩერებაზე იდგა. ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ეს ყველაფერი იმის გამო, რომ კარგი უფროსი მყავს, საყვარლებო. კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც ის უფროსი არ ყავს? ვერ გავიგე. კარგი უფროსი არჩევს კარგ თანამშრომელს ჭორიკნებისგან. ისმენ ქენან. კარგია. ძალიან გამიხარდა. კარგი. კარგი ამბავია. კარგი. კარგი ძვირფასო, შეხვედრამდე. რა მოხდა? ირმაკი კომიდან გამოვიდა. მალე სახლშიც გაწერენ. მადლობა ღმერთს. ახალგაზრდა გოგოა, ღმერთმა ქნას დიდხანს იცოცხლოს. მე ძალიან გამიხარდა. ჰაზალ, რა მოხდა გოგონი? თითქოს გაგიხარდა და გეწყინა. არა, რა თქმა უნდა გამიხარდა. კარგი. არ ვიცი, უბრალოდ თითქოს რაღაცა უცნაური გარემო გაჩნდა. შენი ენერგია გვაკლია. გაჩუმდი ცოტა ხანი და ჭამე შენი საჭმელი.
როგორ არ გწვენია? რამდენჯერ დაგირეკე მოგწერე. შემეშინდა მეგონა რამე ცუდი მოხდა. ებრო. ისმინე. მართლაც საუკეთესო დღეები არ მოქვს ახლა. ცოტა გაგებით იყავით ხო? ანუ, ყოველ დარეკვაზე ვერ გიპასუხებ. არა. ანუ ჩემთან რომ არ მოხვედი, ვიფიქრე რომ რამე გეწყინა ჩემგან. არა. არა, საყვარელო ეს საიდან მოიტანე? დღეს კარგ ხასიათზე ხარ როგორ ჩანს. როგორც იქნა ირმაკი გონს მოვიდა. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. სინან, ვერ ვიჯერებ. შესანიშნავი ამბავია. მართლაც დიდებული ამბავია. დილით საავადმყოფოში ვიყავი. უფლება მომცეს რომ ცოტა ხნით მაინც მენახა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავიც არის? ვორალი და ქენანი. როგორც კატა და ძაღლი ისე იქცევიან. დავიღალე მათი გაშველებით, ჩემზე არავინ არ ფიქრობს. ვორალი ისევ ასაფეთქებელს გავს. ცოტა ზდა მზად არის აფეთქდეს. მაგის გამო გათენებამდე ვერ ვიძინებ. სინან. რომც არავინ არ იყოს. მე აქ ვარ, ყოველთვის შენს გვერდით. ცუც არაფერს არ იმსახურებს. ისევ აქ ხარ? ის რაღაცა საბუთები იყო. აქ უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე შენს მაგიდასთან. წადი იმუშავე. რა ხდება დეფნე? არ მომწონს ეს გოგო ყოველთვის აქ რომ არის სინან. დასაგებია? ის მხოლოდ თავის სამუშაოს ასრულებს. მე რატომღაც ასე არ მგონია. შენმა სიყვარულმა დამიბრუნა სიცოცხლე ქენან. როგორ მოვიქცე? როგორ უნდა ვითამაშო ასეთი უდანაშაულო გოგოს გრძნობებზე? როგორ მოვიქცე? ქენან? ბახადირ. სად იყავი ბიჭო? შენ სად იყავი? აქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. როგორ ხარ? მე კარგად ვარ. ჯობ შენ მითხარი როგორ ხარ? ცხოვრობ. მიხარია ირმაკი რომ გამოჯამრთელდა. მეც. მაგრამ მე ვერ ვამჩნევ რომ კარგად ხარ. ეს ირმაკს არ უკავშირდება. ალბათ ყველაზე მეტად მე გამიხარდა ირმაკის გამოჯამრთელება. შვილო, შენი ძალიან კარგად მესმის. შეუძლებელია გეწყინას ეს. ესეც კარგად ვიცი, მაგრამ ქენანი დედა ეს საკითხი დახურულია. მით უმეტეს ყველასთვის ასე სჯობს. მაგრამ ვიცი, ადამიანისთვის ძალიან რთულია თავის გრძნობებს ეწინააღმდეგებოდეს. ქენანი დაქორწინებულია, ირმაკის საბრალო ავადმყოფი გოგონაა. ამ ყველაფერს ახლა რატომ მეუბნები? რა იყო, აკრძალულია ესეც? იმედი მაქვს ამ ყველაფერს იმიტომ არ ამბობ, რომ მგონია საწოლში ჩავუწევი. შვილო, მშვენივრად ვიცი საწოლში რომ არ ჩავუწევი, მაგრამ გრძნობები დიდად სიტყვებს არ უჯერებენ. მისმინე, ქენანი ძალიანაც რომ მიყვარდეს, რომ წკვდებოდე ამ სიყვარულის გამო. არ ვიზამ იმას, რაც მას გააუბედურებს და ირმაკს აწყენინებს. ჩემო ლამაზო შვილო. რა დღეები იყო ქენან? გახსოვს ერთხელ შენს გამო წარბი გამისკდა. კარგი და შენს გამო ძმა სიმა ჯოხი რომ დამარტყა? ისეთი რა გავაკეთეთ, რამდენიმე რკინა მოვიპარეთ. ამის გამო გაგიჟდა. რა თქმა უნდა, შენ არ მოხვედრია. იმის გამო რომ ლოტოში კარგი ვიყავი, ეს არ მოგეწონა. ადექი და წახვედი.
რა საქმიანობ? მომიყევი, როდის დაბრუნდი გერმანიიდან. საბოლოოდ არ დაბრუნებულ ვარ. ხან იქ ვარ, ხან აქ. პატარა ტურისტული კომპანია მაქვს, ამით ვარ დაკავებული. ორი პატარა ნავი მაქვს, ტურებს ვაწყობ. ძალიან კარგია. კარგია, მაგრამ იმის გამო, რომ ძირითადი მუშაობა გერმანიაში იყო, აქაურ საქმეებს დიდად ვერ ვკიდებ ხელს. პატარა პრობლემებიც მაქვს. წუხარ. რას აპირებ? თუ ვინმე დაინტერესდება, ვფიქრობ გავყიდო, მაგრამ ვინმე ისეთი უნდა იყოს, ვისაც ესმის ამ საქმეს. ნახოთ. რთულია შვილო, ვიცი, ძალიან რთულია. დეიდა რა იყო, კარგი არამე? თუ მელოში მოდის. თქვენი იხუმრეთ. ჩემმა გარდაცვლილმა დედამ რომ დამიტოვა ბრილიანტის საყურეები, იმის გაკეთება მიდოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე. თავბრუც კი დამეხვა, ყველგან ვნახე. არ გახსოვს სადადე? არა, არ მახსოვს. წარმატებები ძმაო, მოდი კენან. მოდი დაჯექი ჩემო ლომო. რა არის, რა ამბებია? ირმა კი ხომ კარგად არის? მადლობა ღმერთს ძმაო. ყველაფერი კარგად არის. უკეთესადაც იქნება. ყველაზე რთული გადალახა, შემდეგ გაუადვილდება. ღმერთ მაქნას ძმაო. კენან, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ვურვალს რაც ეხება. ზუსტად ძმაო, მეც ამაზე მინდოდა ლაპარაკი. მხოლოდ ერთი გზა არსებობს იმის თუ როგორ შეიძლება ისე ვაკონტროლოთ და შენ მიხედო ყველა საქმეს. კომპანია ჩაიძირება მისი შეშლილობის გამო. ასეა ძმაო, მართალი ხარ. თავარი ამ საქმეებს ხელი მოვკიდო, დანარჩენების არ მეშინია. ძმაო, მომისმინე, რას მოგიყვები? იცი დღეს რა მოხდა? ბავშვობის მეგობარი მყავს ილდირიდან, ბახადირი. მას შეხვდის შემთხვევით. პატარა ტურისტული კომპანია აქვს გახსნელი. ორი ნავით, მაგრამ გაყიდვაზე ფიქრობს. ანუ ექიმი ლომის ფეხებთან მოვიდა. ასეა ძმაო, დამიჯერე. ამ კომპანიის ჰაერიც კი მომბეზრდა. და ამ ნაძირალა ვურალს რო ხედავ ყოველ დღე. იმ კომპანიის ყიდვა გადავწყვიტე. რატომ ჩქარო შილო? ასე სადმე ისწრაფვი. დაფიქრდი, იფიქრე. არა ძმაო, საჭირო არ არის, დამიჯერე. გული მეუბნება ამ საქმეს ხელი მოკიდეო. ახლა კი ძალა არ მყოფნის აქ და კიდევ ერთი დღე რომ გავატარო. ესე იგი მარტო მტოვებ, არა? ძმაო, კარგად იცი რომ მარტო აღარასდროს დაგტოვებ. უბრალოდ უფლება მომეც იქ წავიდე, სადაც უნდა ვიყო, ზღვას რომ დაუბრუნდე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება ილდირიდან. კენან, რას ნიშნავს უფლება მომეცი შვილო? თავარია შენი ბედნიერება. მე დიდად არ მინდა გაჭერება მანამდე, სანამ ნასის პრობლემა არ მოგვარდება. იმას მაინც გავიგებ, ჩემ მადამ რა მოიფიქრა. შულს ვიძიებ, მერე კი არც მე არ გავჩერდები აქ. ვიცი ძმაო. ღმერთ მაქნას ძალიან მალე ყველაფერი გაირკვეს. ღმერთ მაქნას. რა გითხრა? წარმატებებს გისურვებ. რა ხდება? რა უნდა იყოს, ვურალზე ვფიქრობ. რა გააკეთა ისევ? ჩემი უფლებები შეამცირა კომპანიაში. რა? თანამშრომლებთანაც მარცხვენს დავიღალე. როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი ძმას ძულდეს? მე მძულს. ვურალმა დღეს ჩვენგან წყვილი შექმნა. ეს რას ნიშნავს? ჩემი ხელმოწერების უფლებაც გააუქმა. ჯანდაბა. სინან მისმინე, ვერ დავნებდებით. ვურალის მიზანია სიძლიერის ჩვენება, ჩვენი მოშორების მეშვეობით. შესანიშნავად ყვები დეფნე, მაგრამ შენი წყალობით გავხდი ვურალის მოწინააღმდეგე. შეხედე რა მოხდა. ანუ თანახმა იყავით, ავი დაგემცირებინა როგორც ადრე. დეფნე გთხოვ, კამათი არ მინდა, ისედაც არეული ვარ. კარგი, ჩუმად ვარ. მე ჩუმად ვიქნები და შენც არაფერი არ გააკეთო. დეფნე. არაფერი რომ არ შეგიძლია, მაშინ ამბობ დეფნეს. შენ თვითონ ვერ გაუმკლავდი შენ ძმას. კენან, დაკავებული ხარ? არა. გავიგე რომ ირმა კი კარგად არის, გამიხარდა, გილოცავ. მადლობა. იმედი მაქვს ძალიან ბედნიერები იქნებით. მთელი გულით ვამბობ ამას. ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას. იმედი მაქვს შენც. ჩემზე არ იფიქრო.
დამეჯერებს ვცდილობ, მაგრამ ძალიან რთულია შენზე არ ვიფიქრო. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. ჰაზალზე ვფიქრობ. რა მოხდა შვილო? როგორ თუ რა მოხდა დეიდა, ვერ ხედავ როგორი უბედურია. არავის არაფერს არ ეუბნება, მაგრამ მისი გული და ფიქრები. მით უმეტეს მისი სიყვარული ორმხრივია და მეშინია რამე არასწორი რომ არ ჩაიდინოს. მოისვენე ეს რატომ იფიქრე? როგორ არ ვიფიქრო? შეიძლება დენთი და ცეცხლი რეაქციის გარეშე იყოს ერთად. ჰაზალი ამას არ იზამს. არ გააკეთებს ასეა. არ ვიცი როგორმე შეიძლება მოხდეს. კენანი უბედურია, ჰაზალი უბედურია. შვილო, დროთა განმავლობაში ყველაფერი დაალაგდება. შენი ნერვიულობით არაფერი არ შეიცვლება. არ მინდა ჰაზალი ისევ ცუდად რომ იყოს. ღმერთმა არქნას. ნუ იგონებ. რომელი საათია უკვე, ის კი ჯერ არ მოსულა. საქმეები მაქვსო, მაგრამ ჯერ კიდევ აქ არ არის. მელეკ, ჰაზალი ბავშვი არ არის. ცოტა ხნის წინ მოიშორა ვურალი. დაასვენე ცოტა ხანი, ამოისუნთქოს. კარგი. ისედაც ნერვიულობ. იმ საყურეების გამო, რომელიც დედასგან დამრჩა. ვის ჭირდება შენი საყურეები, დეიდა? სახლში იქნება სადმე ვიპოვით. კარგად არის. მალე პალატაში გადავიყვანთ. მისი ნახვა შემიძლია? ექიმების გარდა არავის არ ვუშვებთ. ხომ იცით მისი მდგომარეობა? პალატაში ჯერ არ გადავუყვანიეთ. კარგი, მერე მოვალ, მადლობა. ჰაზალ? გამიხარდა შენი ნახვა. გამარჯობა ვურალ. აქ რას აკეთებ? იმედი მაქვს, ცუდი არაფერია. არა. როცა გავიგე ირმაკი გონს რომ მოვიდა, მისი ნახვა მომიდა. ჩემო გამგებიანო სოლო. ბუდიში, მაპატი ეჩვევა. ირმაკი მალე სახლში წამოვა. შეგეძლია იქ ინახულო. არა, აქ ვნახავ. ასე ნუ ამბო ჰაზალ, სახლში მოდი იქ ნახავ. ის შენი დას არის. აქ ექიმთან სალაპარაკოდ მოვედი, სახლში რომ დავამატო ის რაც საჭიროა. გასაგებია. ჩემი ახლობლებისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებ. ხომ იცი, მათ ყოველთვის ვიცავ. ნუ იტყვე. რა თქმა უნდა ასეა, არ გჯერა? შეხედე, ირმაკის ქმარი კენანი მოვიდა, გაიღიმა და წავიდა, გაქრა. დრო არ მაქვს ვურალ, წარმატებები. ჰაზალ გაჩერდი, არ წახვიდე. რა ვურალ? ძალიან გამიხარდა აქ რომ გნახე. რა თქმა უნდა მოვიდოდი, ირმაკთან პრობლემა არ მაქვს. მისი გამოჯამრთელება მიხარია ისევე როგორც შენ. იცი, მიხარია ჯერ კიდევ თავშემი ოჯახის წევრად რომ თვლი. გამარჯობა დაიკო. გამომართვი ეს ყველაფერი. დაიკო? რა დაიკო? შენი და არ ვარ. გალბატონო, ვერ გავიგე? არა, არაფერი. ყავას დალევთ? კაფით. ლახათ ლუხუმს დაუმატებ. არა, არ შეგაწუხებთ. რა შეწუხებაა? ცოტას ვილაპარაკებდით. წარმატებები. მიდიხარ? ყავა დაგველია. წავალ, ოსტატი მელოდება. ჩემი დონე არ არის. კლიმაქსი დამემართა გეფიცები. ღმერთმა დამიფაროს. დაკავებული ხართ? გაუფრთხილებლად მოვედი. მოდი სინა, შემოდი. გაჯიქი. გილოცავ ირმაკის შესახებ გავიგე. გამიხარდა. მადლობა მეც.
ექიმს ველაპარაკე. ირმა კი ძალიან კარგად არის. ჯანმრთელი იყოს, მეტი არაფერი არ მინდა. სინან ურალი როგორ არის? არის რამე ახალი? გეფიცებით. თქვენი გეგმის ასრულება ძალიან რთული იქნება. ურალმა როგორღაც ყველა თავის თავს დაუკავშირა და წესებს კარნახობს. საინტერესოა, რატომ არ მეგვირს? კენან, აქ შენ უნდა იყო უფრო აქტიური. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც მასთან ბრძოლა შეუძლია. აქ შენ დაეგვიანე, ჩემო ლომო. რატომ? ამიერიდან ჩემი იმედი ნუ გექნება. მალე აქედან წავალ. საიდან მოიტანე ეს? ახალ სამსახურს ვიწყებ. მომიყევი. რა მოგიყვე? რას აკეთებდი? არაფერს. ვიფიქრე რომ სადღაცა იყავი, ასე გვიან რომ მოხვედი. ირმა კი ვინახულე. შვილო, ფრთხილად იყავი. დედა ისევ ნუიწყებ. მეშინია ჰაზალ. მეშინია რომ შეიძლება რამე დაგემართოს. რატომ გეშინია დედა? ურალმა ისევ რომ აგიჩემოს. რამის დაშავება რომ მოუნდეს. ვურალი ვერაფერს გააკეთებს. შვიდად იყავი. ჰაზალ, ვურალზე ვლაპარაკობთ. შეიძლება იმაზეც გაგიჟდეს კენანის გორდით თუ დაგინახავს. ძლივს მოვიშორეთ და ისევ რამე რომ მოხდეს. არაფერი არ იქნება დედა, დარწმუნებული ვარ. ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? იმიტომ რომ ვიცი. ყველად ნუ ნერვიულობ. საყიდლებზე ხომ იყავი? ვიყავი, ოსტატო, ვიყავი. ქალბატონ მელახაც დავუტოვე. კარგი იქნია. როგორია? კარგი გოგო არა? კარგია, ოსტატო. კარგი გოგოა. შენი მესმის ცოტა სულელია. სხვანაირია. ისეთი არ არის, როგორცაც შევეჩვიეთ, მაგრამ კარგი ადამიანია. კი, ოსტატო, მართალი ხარ. არავის ზიანს არ აყენებს. სახლი ბედნიერი გახდა. დეიდა ნარგისთან გამათობს. ჩვენ კი სიცილისგან იატაკზე ვწევართ. მისმინე, რამე თუ დასჭირდა დაეხმარა, კარგი? გოგონებს უყვართ ტანსაცმელი. შეიძლება რამე მოუნდეს და ჩვენებს ვერ უთხრას. ნარგიზი პოლიციელივით ადგას თავზე. კარგი, ოსტატო, კარგი. საბრალო, რიფატმა ისევ ჩვენ მოგვანდო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის გოგო ჩვენთან ერთად ბედნიერი რომ იყოს. კარგი, ოსტატო. ვიზრუნებ ამაზე. ძალიან ლამაზია აქაურობა, მაგრამ ცოტა დაბნეული ვარ. გოგო, რას ნიშნავს დაბნეული ვარ? ვერ ხვდები რაზე ვლაპარაკობ. შემიყვარდა, ამას ნიშნავს. ჩვენი ძმა აზიზის მარჯვენა ხელია. კომპანიის დირექტორია საყვარალა. ყველაფერი ეხერხება. რომ გენახა როგორია, ადამიანი მთა. მაგრამ არა, დილით ვიგრძენი რაღაცა. თვალებს მარიდებს. ვერ მიყურებს. ხვდები? როგორც შეყვარებული მოზარდი ისე იქცევა. რა თქმა უნდა, რა უნდა ქნას, მართალია. თავში აუვარდა. რა გააკეთა ამისთვის საინტერესოა. ნუ თუ ვერ ხვდები რა გააკეთა, ერთი საცოდავი იპოვა. ნახვამდის წარმატებები. ეს ბატონი აზმი არ არის? კი, ის არის. მიწის ნაკვეთი, რომელიც ვიყიდეთ, შეაფასეს. მის გვერდით გზა იქნება. გეგმებზე ვილაპარაკეთ. როგორც იქნა მივაღწიეთ. სინან მესმინე. ნერვიულობას ვიწყებ, ვიცოდე. რა მოხდა ისევ დეფნე? ებრუმ როგორ მიიღო კომპანიის მანქანა? შეიძლება ვიკითხო?
ამდენი სუფლება რატომ აქვს? დეფნე რეებს ამბობ ისევ. ნათელი არ არის რას ვამბობ. რომ შევხედავ ეს გოგო ყოველთვის შენს გვერდით ტრიალებს და კიდევ მანქანა მისცეს. რატომ? არა მე გეუბნები ბევრი სუფლებას ნუ აძლევ იმ გოგონას. მისგან თავი შორს დაიჭირე მეთქი, მაგრამ შენ ერთ ყურში შეუში, მეორედან გამოუშვი. დეფნე გეყოფა, ბავშვი არ ვარ, გასაგებია? ისედაც ამოწორული ვარ სამსახური და შენც ნუ იწყებ ახლა. თავი შორს დაიჭირე მეთქი იმ გოგოსგან. კიდევ რამდენჯერ გაგიმეორო. ისე მაღაზია აგრძელებ. არ მინდა ამის გაგონება, დავიღალე ყველა მითითებებით. მამიკო, მობრძანდი. მიხარია შენი ნახვა შვილო. მობრძანდი. სასიამოვნოა. რამეს მოგიმზადე? კარგი, მომამზადე. მელეკ, კარგად ხარ? რამე გაწუხებს? ვერ ხედავ აზის. როგორ გიყურებს, როცა მოდიხარ? თვალებით კენან სეძებს. ხედავ, როგორ ვერ უნდა დავინახო ეს. როგორ გაგრძელდება ყველაფერი, არ ვიცი. შეეჩევა. არი ნერვიულო. ჯერ კიდევ აქვთ გრძნობები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ კენანი დაქორწინებულია. გარდა ამისა, როგორც კი კენანი და ჰაზალი ერთმანეთს უახლოვდებიან, ვორალი გიждდება. ჰაზალისთვის სუდის გაკეთება მოუნდება. ჩემ შვილს სულს ვერავინ ვერ გაუკეთებს. ვერც ვურალი და ვერც ვინმე სხვა. არი ნერვიულო. იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ ამბობ. წამოდი მაგიდასთან. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. ახმოვანებულია აჯარა.com-ის მიერ. რამა გინდოდათ? ვიცი, რითი მიღწევაც გინდა. უკაცრავად? ვერ მივხვდი. სულელი გონი ვარ? გონია, რომ შენი პატარა ტვინით მომატყუებ? მისმინეთ. ვერ ხვდები, რას ამბობთ? რამა შეცდომა თუ დავუშვი? მომისმინე, თუ ფიქრობ, რომ ის რასაც გეგმავ შეიძლება რეალობა გახდეს, ძალიან ცდები. შენს წინაშე ვიღაცა სხვა არ დგას. იცი როგორი დასასრული ელოდებათ ქალებს, რომლებიც ცოლიან კაცებს ებრანჭებიან და ფულს მისდევენ. მისმინე მე, არ დამისრულებია. ფრთხილად იყავი ებრო. თუ არ აპირებ, ვიცი როგორ გაიძულო. და ეს ძალიან ცუდი იქნება შენთვის. აღარ დავინახო აქ, რომ დაცაირნობდე. მით უმეტეს სინანის გარშემო არიარო. ეს შენივე ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. დამიჯერე ასე აჯობებს. ცივა თურმე. შედი არ გაიყინო. აზის, რაღაცის კითხვა მინდოდა. ებროს ხედავ კომპანიაში. ებრო? კი, ხედავ. როგორაა, კარგად არის? რაკეტილი გული გაქვს. რა ვქნა აზის? ხო, ებრო ჩემი შვილი არ არის და ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგრამ ჩემს ხელშია გაზრდილი. დედის ნაცვლად ვყავდი. მისი ერთადერთი ბრალი ის არის, რომ ის ჰალილის ქალიშვილია. კარგი, მელეკ, თუ გინდა კომპანიაში მოდი. მივალ ნახავ, მაგრამ ჰაზალის გამო მე უხერხულება. ჩემი შვილი ჭკვიანი და კეთილშობილია. დედას გაუგებს. არ ვიცი, ვნახოთ. კარგი, გამოსავალს ვიპოვი. მერე ვიფიქროთ, კარგი? მიდი. მიდი. კარგი. მოგვიანები დაგირეკავ. ებრო, რა ხდება? ანუ ისე ჩანს. თითქოს ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, მაგრამ დეფნემ შეურაცხყოფა მომაყენა. დამამცირა.
ჩემს ცოლსაც ვერ ვაკონტროლებ. ნორმალურია ურალი რომ თავზე დამაჯდა. რა გააკეთა? სინან, დამინჯერე შენ რომ არ ყოფილიყავი აქ, წამითაც არ გავჩერდებოდი. მაგრამ ეს სამსახური მართლა მჭირდება. თანაც მე თუ არ ვიქნები აქ, შენ მარტო დარჩები. მისმინე ებრო. წასვლაზე არც გაიფიქრო. შეიძლება ცხოვრებაში ისე არ გამიმართლა როგორც დეფნეს. შესაძლებლობა რომ მქონდეს. იმდენ რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ ახლა ვერ ვეგუები იმას, რომ ჩემთან მოდის და შეურაცხყოფას მაყენებს და მამცირებს სინან. ებრო. გთხოვ. ამ ყველაფერს შენს გამოვითმენ. მხოლოდ იმისთვის, რომ შენს გვერდით ვიყო. ხარი რომ დაგიჭირო. ყველაფერი მესმის. ხედავ ამას. ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით რომ ხარ. არა. ჯერ კიდევ ვერ იპოვე საყურეები. არა, ვერ ვიპოვე. ყველგან ვნახე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიწა გასკდა და იქ ჩავარდა. დარწმუნებული ხარ, სადმე რომ არ დაკარგე? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. ყოველთვის ყუთში მედო. საწოლის თავთან. ღმერთო. ადრე მსგავსი არაფერი მომხდარა. დეიდა სისულელეებს ნუ ამბობ. არ არის ლამაზი, თანაც ცოდვაა. შენს თავზე ნუ აიღებ ასეთ ცოდვას. რატომ დაავიღო ცოდვა ჩემს თავზე? მის მოსვლამდე დაგვიკარგავს რამე? დეიდა, კარგად შემომხედე, ნუ რავის ნუ აბრალებ. კარგი, არაფერს არ ვამბობ. მაგრამ უბრალოდ ვკითხავ ძვირფასო. დეიდა, იქნებ იპოვა და სადმე დადო? არ გაბედო. მელოშ. შვილო, შეგიძლია მოხვიდე? გისმენ დეიდუნა. დეიდუნა არა საყვარელო, დეიდა. დედასგან საყურეები დამრჩა ალმასით. ვერ პოულობ. სადმე ხომ არ გინახავს? არა დეიდა, სად უნდა მენახა შენი საყურეები? დარწმუნებული ხარ? იქნებ შემთხვევით აიღე შვილო. დეიდა, მივხვდი რასაც გულისხმობ. ამას შემთხვევით აღება არ ქვია. ამას სხვანაირად ეძახიან. რა გააკეთე? დეიდა, ესენი ჩემთან დაგრჩა, წინაზე რომ მოხვედი. ხედავ? რა მოხდა? მემო, როგორ ხარ? რაღაცის კითხვა მინდოდა. ცარიელი ფარტი ხომ არ გაქვს? არა ძვირფასო, ჩემთვის არა, ჩემი მეგობრისთვის. 7 ჩუნი ადგილი რომ იყოს. ო, და მნიშვნელოვანი ავეჯი რომ იყოს. ო? შვენიერია. შეგიძლია გასაღები გამომიგზავნო. კარგი, მადლობა მემო. შემომიარე როგორმე. კარგი, შეხვედრამდე. შეხვედრამდე. მართლა კენან დაქორწინდი? გეფიცები გილოსა. ჩვენს დროში მამაცი უნდა იყო ცოლი რომ მოიყვანო. ჯერ ისეთი მამაცი არ ვარ როგორც შენ. ო, რომ შეგიყვარდება ვნახავ როგორ სწრაფად მოიყვან ცოლს. ანუ ძალიან შეგიყვარდა შენი ცოლი. რა თქმა უნდა. აი აზმაო, თუ ვიპოვი გოგოს რომელიც ასე შემიყვარდება, ხელიდან არ გაუშვებ, მაგრამ ჯერ არ მყარებია. თუ შეიყვარებ მჭიდრო ჩაკიდე ხელი და არ გაუშვა. იმიტომ რომ სიყვარული აღარ მეორდება.
ერთხელ თუ წავა შენგან, ის აღარასდროს აღარ დაბრუნდება. ვინმე თუ შეგიყვარდება, გული ისედაც ჩაქჩურჩულებს ამას. რას ჩაქჩურჩულებს, მაო? ის ჩაქჩურჩულებს. ეს დასასრულია. შენ ხომ ისედაც მოიყვანე ცოლად ის, ვინც გიყვარს. მეტი რა გინდა? მოეშვი, ეს იმან თქოს, ვინც ერთად ყოფნა ვერ შეძლო. ვინმე მროვნახოს იფიქრებს, რომ სხვა გიყვარს. საიდან უნდა მწოდნა დაშვილო? ვერ პოულობდი. თანაც არც მას ვიცნობთ კარგად. ჩემი სულელი თავი. რას გეუბნებოდი დეიდა? ხომ გითხარი ჯერ ყველგან ვნახოთ მეთქი? რატომ არ დამიჯერე? გამარჯობა. მობრძანდი. სასიამოვნოა. რა მოხდა? ჩუმად რატომ ხართ? არაფერი არ მომხდარა, მამიკო. ვახშამი მზად არის, მაგიდასთან დავსხდეთ. წამოდი. მივდივარ. მელოშ? რა მოხდა შვილო? თავს გაუფრთხილდი ძმა ოაზის. რა მოხდა შვილო? სადმე დიხარ? მითხარი. ყველა ბედნიერია თავის ადგილას. და სტუმარიც არ უნდა რჩებოდეს დიდი ხნით. რა სტუმარი? ეს შენი სახლიც არის. შენს ძმას რა უთხრა მერე? მოდი აქ. მელოშსა და დეიდას შორის გაუგებრობა მოხდა. რა გაუგებრობა? დეიდა მიფიქრა, რომ მელოშმა მისი საყურეები აიღო. რა? მაპატიე. ცუდი განზრახვა არ მქონია. მელოშ ვერ მიგვატოვებ. ნახეთ, რომ შვიდად ვარ. ვლაპარაკობ ვერთობი და იფიქრეთ, რომ ჩემგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჯობს იმის გეშინოდეთ, ვინ შინაგანად და გარეგნულად სხვადასხვანაირია. შეიძლება ცოტა უცნაური ვარ, მაგრამ ისეთი არ ვარ, რომ სხვის ნივთს თვალი დავადგა. შვილო. დეიდა ნარგიზის სახელით პატიებას გთხოვ. რა სიტყვი? არა, ძმა ოაზის, საჭირო არ არის. შვილო, მაპატიე. ჩათვალე, რომ სიბერის გამო მომივიდა ეს. მიდი, მელოშ. მელოშ. მიდი, მიდი. მიდი, მიდი. მოდით, წამოდით. ყველა მაგიდასთან მალე. წამოდი. კერძებიც არ დევსჯერ, მოვიდან. უფრო კარგად გამოიყურები ვიდრე გუშინ. პალატაში რომ გადმომიყვანეს, უკეთესად გავხდი. თავს ავადმყოფად მაინც არ გუძნობ. ავადმყოფი ისედაც აღარ ხარ. უკვე გამოჯანმრთელდი. იმდენი ოცნება მაქვს. აქედან რომ გავალ, თითქოს ჩემს ცხოვრებას შევავსებ. ყველა ოცნებას ავიხდეთ. არ ინერვიულო. ნახავ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. მთავარია შენ იყო კარგად. ვიქნები. შენ ჩემს გვერდით ხარ, მე ძალიან კარგად ვარ. ირმაკ, რამდენიმე ხანი შენ სახლში უნდა დარჩე. ცალ-ცალკე ვიქნებით? ცოტა ხნით. სანამ ბინას ვიქირავებ. არ მინდა შენგან შორს ყოფნა. მისმინე. ჩემთან სასტუმროში დარჩენა შენი ჯანმრთელობისთვის არ იქნება კარგი. ეგ იმს ველაპარაკე. ხომიცი რომ შენი ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ინერვიულო. სახლი უკვე ვიპოვეთ, ძალიან მალე იქ ერთად ვიქნებით. კარგი. მაგრამ მარტო ხომ არ დამტოვებ? არ დაგტოვებ. ბედნიერები ვიყოთ ახალ სახლში. ვიქნებით.
ერთი ოჯახი ვიყოთ. ბევრი ბავშვი ყავდეს. ირმაკ, რაღაცა მნიშვნელოვანი მინდა რომ გითხრა. რა მოხდა? სანამ აქ იყავი, დედა შენის მკვლელი იპოვეს. ვინ არის? ჩემი ძმა, შენი ძმა? სამწუხაროდ. ძალიან მწუხარ ირმაკ. რატომ? არ ვიცი, რაღაც გაუგებრობა იყო მათ შორის. ღმერთო, ვერ ვიჯერებ. მეც დღემდე ვერ ვიჯერებ. რაც ეს გავიგე მის მერე გონზე ვერ მოდივარ. ძალიან მწუხარ.